იაგო, დღეს პოლიტიკაში და განსაკუთრებით ოპოზიციურ სპექტრში რა მოცემულობა ეს მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესი არის გაჩერებული და ამავდროულად თქვენი საუბრიდან გამომდინარე ისრები გადაგაქვთ საზოგადოებაზე. რატომ? რაში ადანაშაულებთ საზოგადოებას? რაც ხდება საზოგადოების ბრალია პირველ რიგში. ანუ პოლიტიკურ სპექტრში რაც ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ბრალი ამას გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ არა, მაგრამ თავარი დამნაშავე ეს საზოგადოება, რომელმაც, რავი, 97% მიცა ბიზნეს ამ არჩევნებზე და ფაქტობრივად ფსონი დადო იმაზე, რომ ეს კაცი იქნება უსაშველოდ კეთილი. და მიუხედავად იმისა, რომ სრული ძალაუფლება ჩააბარეს, ცუდს არაფერს არ გააკეთებს და ზოგადად ასეთი საზოგადოება იმკის იმ შედეგებს, ჩემი აზრით, რა არჩევანიც გააკეთა, იმიტომ რომ ახლა თქვენ რასაც ყვებით, აი მათ შორის ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის ქვეყანაში ამბავი ის რომ ხალხი იმას ვერ ხვდება, მიიღონ მონაწილეობა, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გავიდნენ, არ გავიდნენ. საბოლოო ჯამში ეს ხო რაღაცნაირად მზრუნველობა იმაზე, რომ შემთხვევით რამე ისეთი არ მოხდეს და ოპოზიციამ არ მოიგოს ეს არჩევნები. იმიტომ რომ აი როგორ უთავბოლოდაც გადიოდა წინ არჩევნებზე ოპოზიცია კი გახსოვთ, მაგრამ თბილისის არჩევნები მაინც მოიგო ოპოზიციამ ამის მიუხედავად და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შემთხვევით ეს მოგება არ ითარგმნოს მართლა მოგებაში და ამით რაღაცნაირად არ დაირღვეს ის პირობა. ამის გათვალისწინები ძალიან უცნაურია. ცხადია, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე უარს ამბობს ოპოზიცია. მაშინ როგორ ფიქრობთ თქვენი გადასახედიდან როგორ არის, რა არის იმის მიზეზი, რომ ერთმნიშვნელოვნად ნაწილი ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის გაცხადებული აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. წინა შედეგის გათვალისწინება. მე ვინაიდან ლოგიკურ პასუხს ამაში ვერაფერს ვერ პოულობ, ფიქრობ, რომ შემთხვევით ეშინიათ, რომ არ მოიგონ და ამითი ქოცებთან დადებული პირობა არ დაერღვეთ, არ შემოერღვეთ შემთხვევით. იმიტომ რომ ჩვენ რა რეცეპტით დავდეთ, რა არის გასაკეთებელი თბილისის მერობის არჩევნებზე, უბრალოდ ოპოზიციას ხელის განძრევაც კი არ ჭირდება. უბრალოდ არა პოლიტიკოსი, ვინმე პატიოსანი ერთი კაცი იპოვონ და მხარი დაუჭირონ და მოგებულია თბილისის მერობის არჩევნები. აი წინა არჩევნებზე ამდენს რო ყვირიან გაყალბებული 300,000 ხმა მოგპარეს ეს ქნესო ის არჩევნების გადალახული ოპოზიცია შეთანხმებულია ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. არა, მე არ მინდა შეთქმულების თეორიები. მე უბრალოდ გეუბნებით, რაც თვალწინ დევს. თვალწინ დევს ის, რომ ამ უთავბოლო ოპოზიციამაც კი 4-5-85-მა მერის არჩევნებზე თბილისში მიიღო უფრო მეტი ვიდრე ქოცებმა. 40% აიღეს ქოცებმა მოგეხსენება თბილისში. ხა წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ არაფერი, უბრალოდ საერთო კანდიდატზე შეთანხმდი, ეს კანდიდატი არ იყოს ისეთი ხალხი, რომ დანახვაზე დედას აგინებს, აი კარგ ემოციებს რო აღძრავს ესეთი კანდიდატია საჭირო. ამაზე შეთანხმდი, მხარი დაუჭირე და მოგებულია თბილისის არჩევნები. ასეთ კანდიდატად. მე რო ვიღაც დავასახელო ვინმე, იმას რაღაც გირჩი შეთანხმდაო იტყვიან, ამიტომ არ დავასახელებ არავის, მაგრამ ერთი 10 კაცი მაინც მეგულება ისეთი, რომელიც აი დანარჩენმა ამ დეგენერატებმა რომ ხარი დაუჭირონ, მოგებული ექნება თბილისის არჩევნები და ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ დაჭირდეთ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით ეწინააღმდეგება მათ ქოცებთან დადებულ პირობას. თორე ქოცებთან თუ არ ხარ შეთანხმებული, ხელი თუ არ გაქვს ჩამორთმეული, რომ წააგებ ამ არჩევნებს და ყველაფერს გააკეთებ ამის წასაგებად, ამის მიხვედრას რა უნდა, რომ თბილისის მერის არჩევნები მოიგო, როგორც აი სტამბულში ხო ხედავთ, რაც ხდება, რომ ადამიანის დაჭერა მოუწია თურქეთის ხელისუფლებას, იმხელა პრობლემა შექმნა დედაქალაქის მერმა. და ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ადამიანები ჯერ ვერ ხვდებოდნენ საერთოდ რა ხდება, არაფერზე არ შეთანხმდნენ და მოგებული არჩევნები ჩააბარონ ქოცებს. თორე სხვა ამაში და ამას ერთმანეთს აბრალებენ, ერთმანეთთან ჩხუბი, არავის არ უნდა რომ ეს მას დაბრალდეს. ანუ ეს ერთობა, ახალი არჩევნები, პატიმრების ანუ ყველაფერი არის ფარსი ამ შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია ამბობს, ამას გულისხმობთ. ჩემი აზრით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შემთხვევით არ მოიგონ. და ამითი პრობლემა არ შეექმნას იმ შეთანხმებას, რომელიც ჩემი აზრით მათ ქოცებთან აქვს დადებული, თორე ყველაფერს რასაც აკეთებენ, აი რასაც ახლა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, რომ არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიდის. ქუჩაში მიდის რაღაც ღრიალი, ხალხის წინ დაუკან ტარება უაზროდ, ისე პროტესტის ისე გამოშიგუნა, რომ ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანებს მისვლა გაუტყდეთ, აქტივისტების იმედად ყოფნა და არ შეთანხმება საერთო კანდიდატზე, რომელიც შეთანხმების შემთხვევაში გარანტირებულად მოგებულია. აი წინა არჩევნები 40%. ეს თბილისში ამბობთ, რომ გარანტირებულად მოგებულია. თბილისი არის თავარი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თბილისის მერი არის ყველაზე მაღალი არჩევითი თანამდებობა ქვეყანაში.
თბილისის მერის თანამდებობრივად პოლიტიკური შინაარსი მეგონი ყველას ესმის და ყველას ესმის რომ ეს ერთი ჩვეულებრივი რაღაცა თანამდებობის მოგება არ არის და იმისთვის რომ როგორც გითხარით რომ ეს შემთხვევით ოპოზიციის ხელში არ აღმოჩნდეს ყველაფერს აკეთებენ იმის ყვირილით რომ ჩვენ ყავს ყველაზე ღირსეული კანდიდატი ან ამას ყვირიან ან ყვირიან იმას რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას ან საბოლოო ჯამში მოხდება ისე რომ არჩევნებში შეიძლება ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა ძალიან გალახულად იმდენად გალახულად რომ არის მოგები არ იყვნენ ერთმანეთის გინებაში არაფერზე არ შეთანხმებაში ასეთი კანდიდატის არ პოვნაში და საბოლოო ჯამში ქოცებს აჩუქონ ეს თანამდებობა თორე ხა ოპოზიციას ხო ორი ტელევიზია მინიმუმ აქვს მეინსტრიმ ტელევიზია დიდი ახლა ამ სისულელების ნაცვლად რაც ტელევიზიაში ხდება და რომ ვერ უყურებს ადამიანები ოპოზიციურ მედიას ამის ნაცვლად ხო მართლა უნდა ვიჯდებთ გვალ მაგიდასთან და ვარჩევდეთ რომელი კანდიდატია მომგები საერთო ოპოზიციური მხარდაჭერის შემთხვევაში ხო ყველას ესმის რომ მე არ მიყვარს ჩვენი ძვირფასი კოლეგა 45925 ოპოზიციონერები არანაირი არაფერი არ მინდა მათთან მიახლოვებაც კი სულ მიაზდით ჩემთვის ამათ მაგრამ მე ხო მესმის რომ თუ ნორმალური პატიოსანი არამათიანი ისე როგორც არაჩემიანი კაცი დასახელდება მეცვალდებული ვარ მხარი დავუჭირო და მოვიგოთ. თუმცა ის უნდა ითქვას იაგო რომ არც მათი მხრიდან შეინიშნება განსაკუთრებული სიმპათიები თქვენ იმის ამათ. როგორ ჩვენ ხო სულ პირში ვუზრახავთ ხოლმე და არავის არ მოწონს როცა პირში უზრახავენ. შესაბამისად ისინი არ ჯდებიან მე ხო არასდროს არ მithქვამს უარი მათთან დებატებში დაждდომაზე. თქვენ მაინც ხართ მოსწრე. და ან არ მოდიან არ როცა მოდიან ისე იქცევიან რომ მოსვლა არ მოხვიდე ჯობია. შესაბამისად ახლა წარმოიდგინეთ რომ სიამოვნებაში ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც აი ამ ხალხის მიერ დადებული პირობის გარანტი იქნება. ანუ პატიოსანი კაცი, რომელიც დაინახავს, რომ ქვეყანას ჭირდება მისი დახმარება, ამ გიჟებთან დაჯდება და მათგან წამოიღებს რა უნდათ მათ, ჩემამდე მოიტანს, ისე როგორც სხვასთან მიიტანს. და ერთმანეთთან აი ამას ეს უნდა მე ამას აღვასრულებ ამ კაცის სახელით მხარდაჭერის სანაცვლოდ აი ამას ჩამოწერს და მოგებულია თბილისის არჩევნები ყველას ესმის რომ მოგებულია თბილისის არჩევნები მაგრამ აი ეს მოსყიდულები ჩემი აზრით იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება თulis მათ შორის ჩვენთან სანდროს მაგალითად მიაჩნია რომ ესენი უფრო იდიოტები არიან ვიდრე ყველა მოსყიდული მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამდენი ყველა ასეთი იდიოტი ვერ იქნება მათი დიდი ნაწილი თავში ვინც არიან ისინი მოსყიდულები არიან ჩემი აზრით და ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ქოცებს აჩუქონ თბილისის და სხვა შეიძლება მერის თანამდებობაც. ხა მე ამას ხელს ვერ შევუშლი. ვერ შევუშლი იმ გაგებით რომ 97%-მა იცით რომ მე არ ამირჩია. სხვები აირჩიეს, აი ეს კონცერტი აირჩიეს და ურჩევნიათ რომ აქციაზე უაზროდ იარონ, ვიდრე აზრიანად დაждდნენ, კაცი იპოვონ აი რამდენს იძახიან, რამდენი ადამიანი უჭერს ხარს, მაგალითად დავით დოიაშვილს. ერთმა კაცმა თქვა, რომ მოდი ეს კაცი მერობის კანდიდატი იყოს. იქნება იგებს ამ საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე. ხო არავინ ამაზე არ ლაპარაკობს და მე ვიცი, რომ ასეთი კალიბრის 1-10 კაცი კიდე იქნება ქვეყანაში. ეს უბრალოდ ახლა რადგანაც ბოლო პერიოდის გმირი არის აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, მაგიტომ ამბობ. მაგრამ ხო არავინ არ ხსნის მედიას ამაზე სალაპარაკოთ. პირიქით, მედიები არის არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, გინება მიდის ამ არჩევნების, შეურაცხყოფა მიდის იმ ხალხის, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მათ აბრალებენ იქ დაჭერილი ხალხის მშობლების და მათი ინტერესების ღალატს და ასე შემდეგ და პარალელურ რეჟიმში ყველა ემზადება არჩევნებისთვის. ესენი. ოღონდ ემზადებიან არჩევნებისთვის წასაგებად. და მე არ ვიცი ამას როგორ უნდა უშველო, მაგრამ აგერ არის საზოგადოება, ქართველი ხალხი, დააკვირდით ხალხო ამას, რომ სინამდვილეში ყველას ესმის, რომ მოგებადია ეს ამბავი მაგრამ ყველა ჩალიჩობს იმას რომ არ მოიგონ. როგორც ხდებოდა მანამდე საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ხდებოდა მანამდე სხვა არჩევნებზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ არ მოეგოთ. შეიძლება მოეგოთ ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ქართული ოცნებისთვის არ უნდა მოეგოთ. შეიძლება ვიკამათოთ, რომ ეს მოსყიდულები რო არიან, იმიტომ არის ეს ყველაფერი, სულელები რო არიან, იმიტომ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ხო არის, რომ მოსაგებ შანს უშვებ ხელიდან საკუთარი უმოქმედობით ან არასწორი მოქმედებით. გირჩი მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, გირჩისთვის არ არის თქვათ მისაღები, აი ეს მოცემულობა და პირიქით ხელსაყრელიც კი. ჩვენთვის ხელსაყრელი არის რომ ესენი არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ნახეთ იმის შანსი, გაქვთ თუ არა იმის შანსი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თუ კი თქვენ მიიღებთ და პირობითად შესაძლებელია ვთქვათ გახარიას პარტიამ მიიღოს მონაწილეობა, ოპოზიციური ხმები წამოიღოთ. ჩვენ 3% ავიღეთ წინა არჩევნებზე.
ჩვენ მათემატიკა გვესმის, მათემატიკის შინაარსი და ვიცით, რომ 3%-ით შენ როცა ხარდაჭერა გაქვს, შენ ვერ შეცვლი ამ ადამიანების გაუკმართებულ ტვინებს. ამისთვის ბევრია საჭირო. მაგრამ მე ვიცი ის, რომ ვინც 60 მიიღო თბილისში, აი ის ხალხი ერთი და იგივე ხაზზე რო დაჯდეს, ერთი და იგივე პროპაგანდა რო აწარმოონ, ერთი და იგივე კანდიდატს რო დაუჭირონ, ხარი, თამაში მოგებულია. უბრალოდ 3%-დან ამის გაკეთება შეუძლებელია. ქართულ ხალხს რო ჩემთვის მოეცა 60% დედაქალაქში, თავისთავად ცხადია რომ ამას ვიზამდი. მაგრამ ქართულმა ხალხმა მიცა 60% იმას, რომელიც სინამდვილეში ბიზნეს ყოლაბაში აღმოჩნდა. პარლამენტი ამის ნათელი მაგალითია. 54 დაიწერეს ქოცებმა და 100 მიიღეს. ამ მოსყიდული ოპოზიციის დასახურებით. მოსყიდული თუ სულელი ახლა არ გავარჩიოთ, ეს ერთ და იგივეა რაღაცნაირად შედეგის თვალსაზრისით. ამიტომ მე ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადამიანს ვუთხრა, ეს თელი კამპანია გამოვიყენო იმისთვის, რომ ადამიანებს ვუთხრა, როგორ ანიავებენ მათ შანსს, მათ ერთადერთ ცხოვრებას. ადამიანები, რომლებიც ამით სარგებელს შეულობენ. აი კონკრეტულ სარგებელ ფულს აკეთებენ. მაგრამ ქართულ ხალხს თუ არ უნდა დანახვა. მაგალითად, აი თქვენ ხო მოწმე იყავით, რო ეკითხებოდით ერთ-ერთ ჩემს კოლეგას ჩვენ რომ ფული საიდანო, მილიონები საიდან იშოვე წინას არჩევნოთო და ჯერ არც ერთი ადამიანი არ გამოვარდნილა ქუჩაში და იგივე კითხვას არ სვამს ეთერებში. ატარებენ ამას. ანუ თავარია შენ ქოცებს აგინო და ის რომ 40 მილიონი იშოვე წინას არჩევნო კამპანიაში, ის თუ რომ ყველას ფეხებზე კიდია. ხო და მე ჩვენ სანამ ასეთი უყურადღებო და გულუბრყვილო ვიქნებით წინას არჩევნოთ, მანამდე მე არ ვიცი როგორ უნდა გვეშვება, არ მაქვს რეცეპტი. მე რეცეპტი მექნება, როცა ადამიანები აზროვნებენ, როცა ადამიანები დასკვნები გამოაქვთ, რაღაც ლოგიკური დასკვნები გამოაქვთ, რაღაც მაგალითებიდან, როცა მათ მოგება უნდათ. მაგრამ როდესაც რაღაცა ფერიულად უყურებ გარემოს, რაღაცა უყურებ, რომ რაღაცა ციდან ღმერთი მანანას გადმოაგდებს და შენ ამითი კარგად იცხოვრებ, მე მასე ვერ ხვდები როგორ შეიძლება მოვიდე. რას აკეთებს გირჩი იმისთვის, რომ 3%-იანი ნიშნული აწიოს? სიმართლეს ვლაპარაკობთ. მე ეს არ ვიცი 3%-იანი ნიშნულის ასაწევად საჭირო, შეიძლება ხელსაც კი უშლის. იმიტომ რომ მე მეც ვერაფერს ვერ ვაბრალებ. ზედმეტად ბევრი სიმართლე ვილაპარაკეთ ჩვენ როგორც ჩანს. ხო არის ის ერთ-ერთი სკეჩი იყო თუ ახსოვთ რომ მომბეზდა ამდენი სიმართლე, აღარ შემიძლია ამდენი სიმართლე შევწუხდი, მომატყუე, ხო რამე კაი ტყუილი მითხარიო. აი ქართველ ხალხს უნდა ეს რამე კაი ტყუილი. ამას თავაზობს ყველა. მაგრამ ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ. და თან ჩვენი რეპუტაცია ის 3%-ის 62,000 ადამიანი, რომელიც სიმართლის გამო ხმას გვაძლევს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქოსატყუილათა 97% ამომრჩეველი. ამიტომ ჩვენი მიზანი ახლაც იგივეა, რომ გამოვასწოროთ არასწორ გზაზე შემდგარი ჩვენი საზოგადოების 97%. ჩვენ არ უნდა გამოსწორდეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ გამოსწორდე მაშინ, როცა სიმართლეს ლაპარაკობ. და იჩაგრები სიმართლის გამო, იმიტომ რომ ეს ამას აუცილებლად ვინანებთ მომავალში, რომ საკმარისად პრინციპულები არ ვიქენით, არ ვიყავით, კონფორმისტ საზოგადოებას ავყევით და რაღაცა მომავალი შენია ვიყვირეთ და არ გვინდა უბრალოდ ასე ცხოვრება არ გვიღირს, იმიტომ რომ გვირჩევნია ჩვენი პატიოსანი 62,000 კაცი, რომელიც სიმართლეს აფასებს იყოს ჩვენს გვერდით, არ მცხენოდეს ამ ხალხის დანახვის და ხელის ჩამორთმევის და დავცინოდეთ დანარჩენ მოტყუებული. იაგო, ფაქტია რომ ოპოზიციაში არსებობს შიდა კონკურენცია, ხო? დამეთანხმებით ალბათ. გახარიაზე უნდა კითხოთ, გახარია და გახარიას გუნდი, თავად გახარია, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ლეგიტიმაციას არ აღიარებს, მეორეს მხრივ მიდის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სხდომაზე და ამის გამო ძალიან ესეთი მძიმე კრიტიკაც მიიღო მათ შორის ოპოზიციის, როგორც ამომრჩევლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. საინტერესო არის, რა შეცვალა, როგორ ფიქრობთ, მისმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ ველზე? გახარია ამ დანარჩენებზე ჭკვიანი აღმოჩნდა. ეს ფაქტია. გამბედაობაში აქვს ცოტა პრობლემა. მაგალითად უფრო გამბედავად რომ ისულიყო იმ კომისიაზე და უფრო რიხიანად ეთქვა სიმართლეები, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ნუ ახლა დანარჩენ სულელებთან შედარება, რომლებმაც უბრალოდ აჩუქეს ქოცებს მანდატი, ეს ფული მჭირდება მაინც იძახის ეს და ფულის გამო ვაკეთებ ამას, რომ მაგას მაინც ამბობს. და გარდა ამისა, ჩემი აზრით, დანარჩენებთან შედარებით იმათმა უფრო მეტი წააგეს, ვიდრე გახარია ამ შემთხვევაში. ამიტომ გახარია მილიონ თემაზე შეიძლება გავაკრიტიკო, მაგრამ ამ გიჟებს რო არ აყვა, მაგის გამო არ გავაკრიტიკო. შევა გახარია პარლამენტში, როგორ ფიქრობ? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ არის ზოგადად და
ვერავის ვერ ურჩევ აქ შესვლას. გახარიას მე მგონი სხვაზე უფრო სწორი სტრატეგია ისა აქ რომ ფულს მაინც წამოიღებ ამათგანო რომ გაიძახეს. თვითმმართველობის არჩევნებში თუ მიიღებს მონაწილეობას როგორ? თვითმმართველობის არჩევნებში ჩემი აზრით ყველა მიიღებს მონაწილეობას. ეს თავიდან რაღაცა თქვეს, მე ერთმანეთი ლანძღეს, მე ერთმანეთი დაანამუსეს დაკავებულთა ოჯახის წევრების სახელით და ბოლოს თქვეს რომ ჩვენო არც ეს არ გვაქვს მიღებული რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებშიო. კითხვაზეც არ აქვს პასუხი თუ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში ღებულობ მონაწილეობას მაშინ პარლამენტიდან მანდატები რატო ჩახსენითო ამაზეც არ არის კითხვაზე პასუხი მაგრამ რასაც ვაკვირდები მაინც მიიღებენ მონაწილეობას უფრო აქეთკენ მიდის ეს მარტო მათზე არ არის არის ხალხი რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არიან დასაქმებულები ნაცებსაც ყავთ ასეთი ხალხი გახარიასაც ყავთ ასეთი ხალხი ლელოსაც ყავთ ასეთი ხალხი რომელიც იქ არიან და სოფლებში, რეგიონებში, რაიონებში სამსახურები აქვთ რა ამ ხალხს შეუძლებლად ამაზე დგას მათი ეს როგორ გითხრათ შტაბები ადგილობრივი ამაზე დგას პარტიული სტრუქტურული ერთეულები და ასე შემდეგ პრინციპებზე და ღირებულებებზე ხო არ დგას დგას ამაზე რომ ადგილობრივი მმართველობის იმაში ბევრი ხალხი ყავთ დასაქმებული მე ვერ წარმოვიდგენია ამ ხალხმა როგორ უნდა თქვას უარი ამათმა რომ თქვას ამ ცენტრის გიჟებან ცენტრი როზიანი იმათმა რომ თქვან უარი იქ ხო არის ხალხი რომელიც ეთქოს რომ რას მერჩი მე რა დაგიშავე მე ხო რავი აქ არაფერი რასაც მავალებდი ვაკეთებდი 1000 გიჟე გამიკეთებია შენს გამო ახლა რატომ აკარგვინებს სამსახურს ამ კითხვაზე ახლა გასაგებია რომ ლელოს ფული აქვს და გადაუხდეს პირობითად მაგრამ არ ამგონია რომ ლელო ესე უაზროდ ყრიდეს ფულს ანუ საკმაოდ ხელმოჭერილია ამ ნაწილში ჩემი აზრით რომ თავის ადგილობრივი ხმას ფული დაურიგოს ბიუჯეტის ფულზე ყავს შესმული ესენი და დატოვებს ბიუჯეტის ფულზე აქ პარლამენტში 10-15 კაცი უფრო მარტივი შესანახია ან რაღაც უფრო ნახევარს გადაუხდი რაღაცას მაგრამ თელ ქვეყანაში შენი რაიონული შტაბები უსამსახუროდ დატოვო არჩევნებში არ მივიღეთ მონაწილეობას იმიტომ ასე გადავწყვიტეთ ცენტრშიო ეს მარტივად აღსასრულებელი რეგიონშიც არ იქნება ჩემი აზრით ამიტომ მე ველოდები რომ ესენი ცოტა ხანში ერთმანეთს რომ გალანძღავენ რომ დაიღლებიან ამ გალანძღვით რომ ჩართავენ დაკავებულთა ოჯახის წევრებსაც ამ ლანძღვაგინებაში მე ყველა ვიღაცა ერთ ციპოვიან განტევების ვაც და ყველანი მიიღებენ სამწუხაროდ მონაწილეობას არჩევნებში თორე ნეტა არ მიიღონ რო არ მიიღონ, ამით საგრძნობლად გაჯანსაღდება პოლიტიკური სამწუხაროდ. ჩემთვის კი რასაც ქართული საზოგადოებისთვის, თორე ჩვენ პირადად, ჩვენი დღეს ვისაც იცნობ თქვენ გირჩის პოლიტიკოსებს, არც ერთი პირადად არ ღებულობთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ვერავინ ვერ დაგვაბრალებს. განტევების ვაცი აღმოჩნდეს. ნებისმიერი. მნიშვნელობა არ აქვს ამას, ანუ გააჩნდა იქ როგორ დაჯდება იმ წუთას, კონფიგურაცია როგორ იქნება, ვინ გააბრაზებს ძირითადად ლელოს, იმიტომ რომ მაგათ ექნებათ ოპოზიციური ტელევიზიები ხელში ჩაგდებული შეიძლება ეს იყოს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი აქამდე რო არ არის განტოვების ვაცი ის მიყვირს, მაგრამ იმდენი აქეს, იმდენი თამარ მეფეს ადარეს, იმდენი რაღაცა ჩვენი დედოფალი ეძახეს, რომ მარტო სალომე ზურაბიშვილი არ იქნება მე მგონი საკმარისი. აი უფრო გახარიასკენ მგონია რომ წავა ეს ისრები, თუმცა არ ვიჩქარებდი ახლა ჯერ შეფასებას, ყველანი შეიძლება ჩვენც კი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული და ნაკლებად გვეხება ამათი განტევების ვაცად გამოყვანა ასე შემდეგ. პირიქით, ანუ ჩვენ გამოვედით რაღაცნაირად ამათი დამონათების იმიდან, წრიდან. ახლა ერთმანეთში მოძებნიან ვიღაცას, რომელსაც საბოლოო ჯამში დააბრალებენ, რომ იმან დაარღვია ეს რაღაცა პირობა, იმან ქნა ეს და მერე ყველანი დავაგდებიან ერთმანეთის მიყოლებით. იაგო, მართალია მართალი გუნდი ამბობს, რომ გამორიცხულია ახალი არჩევნები, მაგრამ პირობითად ხელისუფლებამ რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. დღევანდელი შეფასებით რა შანსი აქვს ოპოზიციას, როგორ ფიქრობთ, გაიმეორებს ოქტომბრის შედეგებს თუ როგორ ხედავთ, ხომ არ გაუცრუვდა ოპოზიციურ ამორჩეველს იმედი? ანუ სიმართლე გითხრათ ამარჩევნებამდეც ის ხალხი ვისაც მხარი დაუჭირა ხალხმა მხარდაჭერას არ იმსახურებდა ანუ ყველაფერი ქონდათ გაკეთებული გნებავთ ხაზარაძეს გნებავთ იმას გვარამიას გნებავთ ლელოს ყველაფერი ქონდათ გაკეთებული რომ მხარი არ დაეჭირათ მათთვის აი მე მეტი არ ვიცი გვარამიამ რა უნდა გააკეთოს რაც გაკეთებული ქონდა ხაზარაძე მეტი რა უნდა გააკეთოს, რაც გაკეთებული ქონდა ამ არჩევნებამდე. და ხარდაჭერა მაინც მიიღეს, ანუ 10%-მდე ხარდაჭერა მიიღეს. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ფულის დახარჯვის შემთხვევაში ხალხი ისევ დახარბდეს ფულიან ბიძებს და მხარი დაუჭირონ. მაგრამ მაინც მგონია, რომ მათი ხარდაჭერა, ანუ მათი ხარდამჭერების ნაწილი, მაგალითად ნაც ხარდაჭერების ნაწილი აუცილებლად მოინანიებს იმას, რომ მიშას უღალატეს.
ნაწილი ჩვენ დაგვიჭერს ხარს, იმიტომ რომ ჩვენთანაც მოსანანიებელი აქვს ჩემი აზრით. მაგრამ ჩემი აზრით ასევე ბევრ ფულს დახარჯავენ. მოგეხსენებათ, ახლა ფული არ აკლიათ. ბევრ ფულს დახარჯავენ და საზოგადოების ნაწილს ისევ გააბრიყვებენ. ამიტომ პრინციპულ განსხვავებას არ ველოდები. იმიტომ პრინციპული განსხვავება რო შედგეს, საჭირო არის თამაში იდეის ჩართვა. თუ იდეის გარეშე გახვალ არჩევნებში და მარტო ფულის იმედად და მარტო ტელევიზიების იმედად, სადაც უბრალოდ ემოციის გარდა სხვა არაფერი არ არის. შეიძლება ცოტა იქით-აქეთ გადანაწილდეს ხმები, მაგრამ ის ძირითადი ქართული ოცნების ქორამორჩეველი ქართული ოცნების ამორჩევა დარჩება ოპოზიციის ნებისმიერ შემთხვევაში აი ქართულ ოცნებამ რაც უნდა გააკეთოს, მაინც რო ოპოზიციის ამორჩეველია და ოპოზიციამ რაც უნდა სიშტერე ჩაიდინოს, მაინც რო ოპოზიციის ამორჩეველია, ის დარჩება ოპოზიციის ამორჩევლად. ერთადერთი რასაც თამაშის შეცვლა შეუძლია არის იდეა. იდეა შეიძლება იყოს ახალი ადამიანის შემოყვანა, რასაც მე ვსაუბრობდი მერის არჩევნებზე თუნდაც ახლა. იდეა შეიძლება იყოს საყოველთაო სინანული, ანუ ჩვენი ოპოზიცია 4-5-95, აი მართლა საყოველთაო სინანულს უნდა ჩავარდეს, რამე რო შეიცვალოს. მართლა უნდა დააჯდრიან, რაღაცა თეატრალურობა ხო მოწონთ ისედაც. რაღაცა თეატრალური პერფორმანსი უნდა მოაწყონ სინანულის. სადაც ადამიანებს დააჯერებენ, რომ გაიაზრეს რაც მიქარეს. გაიაზრეს, რომ იდეის გარეშე გასვლა ამხელა რესურსების წინააღმდეგ არ იყოს სწორი აზრი. და აი როგორ ქადაგათ უნდა დავარდნენ, თავზე ნაცარი უნდა წაიყარონ და ხალხს თხოვონ პატიება. ამან შეიძლება შეცვალოს რაღაცა და იფიქრონ იდეებზე. კარგი იქნება თუ მაგალითად მათი აი ეგრეთ წოდებული ლიდერშიპი საერთოდ სინანულის საფუძველზე წავა პოლიტიკიდან. გზას დაუთმობს ვიღაცა სხვას დააფინანსებს ხაზარაძე. იტყვის, რომ მე არ შემიძლია მოედანზე, მე არ უნდა ვთამაშობდე ფეხბურთს. და სხვას გადაუხდის იმას, ვისაც ფეხბურთის თამაში კარგად შეუძლია, იმიტომ რომ ზოგადად ცუდი სანახავია ღიპიანი ბიძები რო დარბიან მოედანზე. მიუხედავად იმისა, ბევრი ფული აქვთ, საფეხბურთო გუნდის ყიდვა შეუძლიათ, თვითონ ხო არ დარბიან მოედანზე. ამიტომ მაგას მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ხაზარაძე მაგას მიხვდეს. რომ თვითონ მოედანზე არ უნდა გადიოდეს. ვიღაც სხვა ხალხი ყავს მოსაყვანი, სადაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვითონ უკან გაწევს თავის სახელს. ახალ ხალხს შემოიყვანს. მაგრამ მე რასაც ახლა ვყვები, ეს არის ფაქტობრივად სასწაული უნდა მოხდეს. ამდენ ადამიანს გონება უნდა გაუბრწყინდეს. ხო და ამისი ამჯერა. ბევრად უფრო მეტად შეიძლება დავიჯერო, რომ ამომრჩეველს გაუბრწყინდეს და თვითონ მიახვედროს. ამას, მაგრამ ну აი წინაარჩევნების შედეგად სიმართლე გითხრათ არ ვარ ასეთ ხასიათზე რომ ჩავთვალო ახლა რომ ამ 97%-ს გაუბრწყინდება და რამე განსაკუთრებულ არჩევნებს გააკეთებს. რამე განსაკუთრებულ მოთხოვნებს დააყენებს. რაღაც განსაკუთრებულად იაზროვნებს ამ არჩევნებისთვის ან რაღაცა დაინახავს რომ აი 50 კაცი ციხეში მოხვდა. ამდენი ხანია პროტესტია. საქართველოს რაღაცა პროდასავლური კურსის საფრთხის ქვეშ არის. ამიტომ მოდი დავფიქრდები. მოდი იქნება მე შემეშალა რამე და რაღაც უნდა შევცვალო. არ ვარ ასეთი ოპტიმისტი ამ არჩევნებისთვის, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ ცხოვრება, გამოცდილება, რაც არ კლავს გაძლიერებს. ამიტომ ვაკვირდები რა მოხდება და ზოგადად რამდენ ხანს გაგრძელდება, აი რამდენ ხანს შეიძლება, მათ შორის აი პროფესიონალურად მომზადებულმა გუნდმა ქართული ოცნების დიდი რესურსებით, კარგი მრჩევლებით, რამდენ ხანს შეიძლება ატყუოს საზოგადოება. მათ შორის იმით, რომ ოპოზიციაშიც მისი ხალხია, ვითომ რომელიც თან მას ებრძვის. აი, მთელი ეს სქემა ზოგადად რამდენ ხანს შეიძლება მუშაობ? 13 წელი არ უკვე მუშაობ. დავაკვირდეთ ერთად და ვნახოთ. მე მაინც და მაინც დიდად ოპტიმისტური არ ვარ, მაგრამ ვინაიდან აი მაინც მირჩევნია კარგზე ვიფიქრო, ზოგადად არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ხალხს გაუნათდეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. იაგო ხვიჩია, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.